ღირს თუ არა დღეს ახალი სასაწყობე მეურნეობების მოწყობ. მაღალი კლასის საწყობები შედარებით მცირეა ბაზარზე წარმოდგენილი და მთლიანი გასაქირავებელი საწყობების 6%-ს შეადგენს. იმასაც ვილაპარაკოთ, განვითარების რა ეტაპზე არის დღეს ლოგისტიკის სექტორი. რა გავლენას მოახდენს სანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოზე და ზოგადად შეამცირებს თუ არა ის საქართველოზე გამავალი ტვირთების მოცულობას. მოკლევადიან პერიოდში 2-3 წლიან პერიოდზე არის საუბარი, არ უნდა ველოდეთ დიდი ნაკადების გადამისამართებას სანგეზურის დერეფანზე. გადამწყვეტი იქნება ინფრასტრუქტურის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომ ლოგისტიკური პროცესები იყოს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი. მოგესალმებით. გამარჯობა. ეს არის კითხვა-პასუხი TBC კაპიტალთან ერთად. დაგიბრუნდით მეორე ეპიზოდით და ისევ პასუხობთ TBC კაპიტალის გამომწერების შეკითხვებს. ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ ლოგისტიკის სექტორზე. ლოგისტიკის სექტორი საკმაოდ რთული და კომპლექსური დარგია, რამდენიმე ქვედარგს აერთიანებს. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ლოგისტიკის ძირითად მიმართულებაზე, დასაწყობებასა და ტრანსპორტირებაზე. ერთ-ერთმა გამომწერმა ძალიან მრავლისმომცველი შეკითხვა გამოგვიგზავნა. მოდით წავიკითხოთ ეს შეკითხვა. ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე წელია სულ უფრო პოპულარული ხდება საწყობების მშენებლობა. მეორე მხრივ, ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნის გამო არსებობს მოთხოვნის შემცირების რისკი. გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი პროგნოზი სასაწყობე მეურნეობების პერსპექტივებზე. ეს კითხვა აერთიანებს სხვადასხვა გამომწერის კითხვასაც და მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ და დავახასიათოთ როგორია დასაწყობების ბაზარი საქართველოში. დღეს სურათი ასეთია, საქართველოში საწყობების საერთო ფართობი 2.2 მილიონი კვადრატული მეტრია, ხოლო საწყობის საშუალო ფართობი 8700 კვადრატული მეტრია. საწყობების უმეტესობა არის მშრალი ტიპის და მხოლოდ 10% არის სამაცივრე. ასევე საინტერესოა, რომ საწყობების 67% არის მესაკუთრის მიერ დაკავებული, ხოლო 33% არის იჯარისთვის განკუთვნილი. მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. გასაქირავებელი საწყობების 80% დატვირთული არის. სალომე, ამბობ, რომ საწყობების დიდი ნაწილი გამოიყენება მესაკუთრეების მიერ. მე ესე გავიგე, რომ კომპანიას სჭირდება საწყობი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს საწყობი დაიქირავოს, თქვათ, გარემომწოდებლისგან, თავად აშენებს ამ საწყობს და შემდეგ თავად მართავს. ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ვერ იღებს ბაზრისგან იმ სერვისს და ისეთ სერვისს, როგორც მას სჭირდება. მაინტერესებს, აი სწორი დასკვნა გამომაქვს თუ არა, რას ამბობს კვლევები TBC კაპიტალის და ამავდროულად ბარემ იმაზეც ვილაპარაკოთ, განვითარების რა ეტაპზე არის დღეს ლოგისტიკის სექტორი. კი, სწორი დასკვნა გამოგაქვს, როდესაც კომპანიებს ვესაუბრებით და ვეკითხებით, რატომ ურჩევნიათ გქონდეთ საკუთარი საწყობი, ისინი პასუხობენ, რომ მათთვის საჭირო სერვისები, საჭირო ხარისხით, საჭირო დროს ვერ მიიღეს. შესაბამისად, მათ მოუწიათ, რომ საკუთარი საწყობები ჰქონდეთ. რაც შეეხება განვითარების დონეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დასაწყობების ბაზარი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა. ბაზარი ჯერ ვერ ბედავს კომპლექსური სერვისების შეთავაზებას ბიზნესებისთვის. თითქოს ჩამოსათვლელია ისეთი საწყობები, რომლებიც მომსახურების სრულ სპექტრს თავაზობს ბიზნესებს. ჩვენი კვლევის მიხედვით, მაგალითად, მაღალი კლასის A კლასის საწყობები შედარებით მცირეა ბაზარზე წარმოდგენილი და მთლიანი გასაქირავებელი საწყობების 6%-ს შეადგენს. აი, ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ერთი მხრივ ბაზარზე სასაწყობო მეურნეობების მართვის კომპეტენციების ნაკლებობა და მეორე მხრივ შეიძლება იყოს არასაკმარისი ინფორმაცია მომხმარებლის საჭიროებაზე. თავის მხრივ საწყობები გვეუბნებიან ხშირად, რომ არც თვითონ მომხმარებლები არიან მზად გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი, უფრო მაღალი კლასის საწყობისთვის. სალომე, ფასი ახსენე და მოდი გამომწერის ერთ შეკითხვას უპასუხოთ. მას აინტერესებს რა ღირს იჯარა საწყობის. იჯარა განსხვავდება კლასის მიხედვით,
ბედა C-კლასის საწყობებში ფასი არის $3-6. ბედა C-კლასი არის საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის მქონე საწყობები. რაც შეეხება მაღალი კლასის საწყობებს, ანუ A-კლასის საწყობებს, აქ ფასი არის $7-8 და ამ ფასში არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი და მომსახურების საფასური. ირინა, მოდი გამომწერის კიდევ ერთ შეკითხვას ვუპასუხოთ. რა ფუნქცია აქვთ საბაჟო საწყობებს საქართველოში და როდის გამოიყენება ასეთი საწყობები? საბაჟო საწყობი კომპანიებს საშუალებას აძლევთ ტვირთი განაბაჟონ და ჩამოცალონ მათ სივრცეში და არა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, რაც ხშირად დიდ რიგებთან და პროცედურებთან არის დაკავშირებული. დღეს მდგომარეობით საქართველოში 117 საბაჟო საწყობი არის, მათი უმეტესობა 38% თბილისში არის წარმოდგენილი, 27% ფოთში და 12% გარდაბანში. ყველა ეს მდებარეობა ახლოა ძირითად სატრანსპორტო კვანძებთან და გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან. სალმე, მოდი დაუბრუნდეთ ისევ პირველ შეკითხვას, რომელშიც გამომწერს აინტერესებს პერსპექტივები დასაწყობების და მოდი შეკითხვის ამ ნაწილს წავიკითხავ. ღირს თუ არა დღეს ახალი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა? იცი რა არის, ამ შეკითხვას რომ გავცეთ პასუხი, ორი რამე უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს. ერთი არის, რა მოუვა მოთხოვნას დასაწყობებაზე და მეორე, როგორ გაიზრდება მიწოდება, ანუ რა კონკურენტული გარემო იქნება. მოდი დავიწყოთ მოთხოვნით. მოთხოვნას დასაწყობებაზე ქმნის საერთაშორისო ვაჭრობა, ადგილობრივი მოხმარება, ადგილობრივი ვაჭრობა და რა თქმა უნდა წარმოებაც. 2024 წელს სურათი იყო ასეთნაირი. მოთხოვნამ შეადგინა 53 მილიონი კუბური მეტრი და იყო დაახლოებით 12%-იანი ზრდა 2023 წელთან შედარებით. ჩვენი მოლოდინი არის, რომ 2026-2028 წლების პერიოდში მოთხოვნა განაგრძობს ზრდას დასაწყობებაზე და გაიზრდება დაახლოებით 9%-ით წლიურად. ეს, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი ემფუძნება იმ დაშვებას, რომ გარემოში არსებითად არაფერი არ შეიცვლება და არ მოხდება რაიმე ისეთი მოვლენა, რომელიც რადიკალურად შეცვლის სურათს დასაწყობების ბაზარზე, ლოგისტიკაზე მთლიანად. და მოდი მიწოდებაზეც ვილაპარაკოთ, არა? ირინა, მართალი ხარ, მოდი მიწოდების მხარეზეც ვისაუბროთ. მხოლოდ ჩვენ არ შეგვინიშნავს, რომ ბაზარზე დასაწყობების სერვისების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, ბაზარმა ეს პირველმა იგრძნო და გაიზარდა ინტერესი საწყობების მშენებლობის მიმართ. მხოლოდ 2024 წელს თბილისში 67 საწყობზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რომელთა მთლიანი ფართობი ჯამში 205,000 კვადრატულმეტრს აღემატება. მასშტაბები რომ სწორად წარმოვიდგინოთ, 2023 წელთან შედარებით ეს სამჯერ მეტი არის. ინტერესი არც წელს განელებულა და ვხედავთ, რომ უკვე 100,000 კვადრატულმეტრზე გაიცა სამშენებლო ნებართვა. ჩვენი შეფასებით 2028 წლისთვის არსებული მიწოდების გათვალისწინებით და გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით გასაქირავებელი საწყობები მინიმუმ 80%-ით დაიტვირთება. რაც შეეხება ფასს, გაზრდილი მიწოდების გათვალისწინებით ჩვენ არ ველოდებით, რომ ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო წლებში. შემდეგი შეკითხვა ეხება შუა დერეფანს და ეს შეკითხვა ძალიან აქტუალური არის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მიმდინარე მოვლენებმა შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. მოდი წავიკითხავ ამ შეკითხვას. როგორ შეუძლია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და კონკურენტუნარიან ალტერნატივად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში, განსაკუთრებით ჩინეთ-ევროპის ტვირთბრუნვის კონტექსტში. ჩინეთი და ევროპა ერთმანეთთან ვაჭრობისას და ტვირთის გადატანისას, გადაზიდვისას ძირითადად იყენებს საზღვაო მარშრუტს. საქართველო არის შუა დერეფნის ქვეყანა და ჩინეთ-ევროპას შორის ვაჭრობა საქართველოსთვის რამე განსაკუთრებულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს არ ქმნის. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისთვის და ამ პოტენციალის ათვისებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ვაჭრობა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, ცენტრალურ აზიასა და თურქეთს შორის. ასევე მნიშვნელოვანი არის ისეთი სახმელეთო სატრანზიტო მარშრუტები, როგორც არის მარშრუტი რუსეთსა და სომხეთს შორის, რუსეთსა და თურქეთს შორის, აზერბაიჯანსა და
თურქეთს შორის. აი ეს სავაჭრო ნაკადები და სავაჭრო მარშრუტები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის. ირნა, როდესაც ჩვენ საუბრობთ შუა დერეფანზე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად კონკურენტუნარიანია ის სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით. მოდი პირველ რიგში ავხსნათ, რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს. ეს არის პირველი საზღვაო მარშრუტი, ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან, ყაზახეთისა და რუსეთის გავლით აკავშირებს აზიისა და ევროკავშირის ბაზრებს. მეორე არის ჩვენი შუა დერეფანი და მესამე ალტერნატიული დერეფანი არის სამხრეთის დერეფანი, რომელიც ირანისა და თურქეთის გავლით უკვე აკავშირებს აზიასა და ევროპის ბაზრებს. საზღვაო მარშრუტი აქედან ყველაზე იაფია, თუმცა დროის თვალსაზრისით ყველაზე ხანგრძლივი არის საზღვაო გადაზიდვა. ჩრდილოეთ დერეფანს რომ შევადაროთ, შუა დერეფანი ორჯერ უფრო ხარჯიანი არის და გადაზიდვის დროც საშუალოდ 5-6 დღით უფრო მაღალი არის. რაც შეეხება სამხრეთ დერეფანს, გადაზიდვის დროის კუთხით შუა დერეფანს აქვს უპირატესობა, რაც შეეხება ხარჯებს, აქ ორივე დერეფანი თითქმის თანაბრად ხარჯიანია. როდესაც დერეფნებს ერთმანეთს ვადარებთ, ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის გამტარუნარიანობა. აქ უკონკურენტო არის ჩრდილოეთის დერეფანი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა არის, ხოლო რომ შევადაროთ, შუა დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 6 მილიონი ტონა არის. შუა დერეფანს აქვს უპირატესობა და ეს უპირატესობა არის დერეფნის სტაბილურობა და უსაფრთხოება. იმისთვის, რომ დერეფნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ დერეფნის ყველა ქვეყანამ გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, ძირითადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და გაამარტივოს ტვირთის მიმოსვლის პროცედურები. ჩვენ ალბათ ჯობია ვისაუბროთ და ჩვენს გამომწერებს მოვუყვეთ, რა გამოწვევები აქვს საქართველოს, ანუ საქართველომ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი, რაც არსებობს და რაც შეიქმნება, კიდევ უფრო მეტად აითვისოს. და როგორც ვიცი, იმისათვის, რომ ჩვენი ლოგისტიკის სექტორი განვითარდეს, ესეთი მთავარი გამოწვევა, რაც გადასაჭრელი გვაქვს, არის ინფრასტრუქტურა. კი, ნამდვილად ასეა. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსიც. ამ ინდექსის მიხედვით საქართველოს 79 ადგილს იკავებს 123 ქვეყანას შორის და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლოგისტიკის მიმართულებით სწორედ ინფრასტრუქტურა სახელდება. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომელიც შუა დერეფნის ქვეყნები არიან, ასევე ამ გამოწვევის წინაშე დგანან და მათთვისაც ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. სალმე, მოდი აღწეროთ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ისიც ვთქვათ, სად რა გამოწვევა გვაქვს, ხომ? რისგან შედგება ჩვენი ინფრასტრუქტურა? ეს არის პორტები, არის რკინიგზა, საავტომობილო ტრასები და საჰაერო ავიაცია. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის რკინიგზა და რკინიგზის მთავარი გამოწვევა ერთ-ერთი დღეს არის გამტარუნარიანობა. და გამტარუნარიანობა როგორც სალიანდაგე, ანუ რამ ხელა ტვირთის გატარება შეგვიძლია არსებული ლიანდაგების პირობებში და ასევე სავაგონე გამტარუნარიანობა, ანუ რამდენი ტვირთი შეიძლება გადავიტანოთ იმ ვაგონებით, რა ვაგონების დღეს გვაქვს. სალიანდაგე გამტარუნარიანობა დღეს არის 27 მილიონი ტონა და იგეგმება, რომ გაიზარდოს 48 მილიონ ტონამდე, მას მერე რაც დასრულდება რკინიგზის მოდერნიზების პროექტი. რაც შეეხება სავაგონე გამტარუნარიანობას, აქ კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ეს მაჩვენებელი არის 16 მილიონი ტონა და აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენი ვაგონები თითქმის სრულად დატვირთული არის, დატვირთულობის მაჩვენებელი არის 86%, რაც საკმაოდ მაღალია. იმისათვის, რომ რკინიგზამ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოს, საჭირო არის გამტარუნარიანობის გაზრდა, როგორც სალიანდაგე, ისე სავაგონე და სხვა არაეფექტურობების აღმოფხვრაც. ირნა, საზღვაო ინფრასტრუქტურაზეც ვისაუბროთ. საქართველოში ორი ძირითადი პორტი არის, ეს არის ბათუმი და ფოთის პორტი და საკონტეინერო გადაზიდვებში ფოთის პორტი არის წამყვანი. ფოთის პორტის წლიური საკონტეინერო გამტარუნარიანობა 650,000 ტეუში ადგენს. 2024 წლის მონაცემებით ფოთის პორტის დატვირთულობა 84% იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და ეს იმას ნიშნავს, რომ პორტი მუშაობს სრული სიმძლავრით და სრული დატვირთულობით, რაც თავის მხრივ შემდეგ უკვე აფერხებს პროცესებს.
ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ფოთისპორტის განვითარების პროექტი, რომელიც ახალი მისადგომების დამატებას მოიაზრებს და ამით გაიზრდება ფოთისპორტის წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონ ტეუმდე წელიწადში. ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზღვაო ტრანსპორტისთვის არის წყლის სიღრმე და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა. რომ შევაჯამოთ, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოს ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობას. და რა მოვლენები არის ეს? პირველ რიგში ყურადღება არის მისაქცევი იმაზე, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკა სულ უფრო ვითარდება. ეს ქმნის ტვირთბრუნვის ზრდის წინაპირობას, რა თქმა უნდა. ასევე მზარდი არის საქართველოში ექსპორტიც, მოხმარებაც და ამის შედეგად იმპორტიც, ესეც ტვირთბრუნვის გაზრდის ერთ-ერთი საფუძველია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპა სულ უფრო აღრმავებს სავაჭრო კავშირებს ცენტრალურ აზიასთან და გარდა ამისა, მას მიზნად აქვს დასახული, რომ ჰქონდეს უფრო მრავალფეროვანი სავაჭრო მარშრუტები და ერთ-ერთი მარშრუტი გადიოდეს სწორედ ცენტრალურ აზიაზე. აი ეს ყველა მოვლენა ქმნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და ამ პოტენციალის გამოყენებისთვის აუცილებელი არის, რომ ჩვენ დროულად გადავჭრათ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევები. ირინა, როდესაც ვსაუბრობთ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, გვერდს ვერ აუვლით სანგეზურის დერეფნის თემას. ძალიან ბევრი კითხვა მივიღეთ ამ მიმართულებით და მოდი წავიკითხოთ გამომწერის კითხვა. რა გავლენას მოახდენს სანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოზე და ზოგადად შეამცირებს თუ არა ის საქართველოზე გამავალი ტვირთების მოცულობას? სანგეზურის დერეფანი ქმნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტს კავკასიაში და იგი ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთს სომხეთის საზღვრის გავლით. ზანგეზურის დერეფანზე ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია და კვლევა არ არის ხელმისაწვდომი. ოფიციალური განცხადებებით დერეფნის გამტარუნარიანობა იქნება წელიწადში 15 მილიონი ტონა. ხოლო რაც შეეხება მარშრუტის სიგრძეს, სხვადასხვა შეფასებით ის უფრო მოკლე მარშრუტი იქნება, ვიდრე საქართველოზე გამავალი მარშრუტი. ჩვენი აზრით მოკლევადიან პერიოდში 2-3 წლიან პერიოდზე არის საუბარი, არ უნდა ველოდეთ დიდი ნაკადების გადამისამართებას ზანგეზურის დერეფანზე. რაც შეეხება უკვე შემდგომ პერიოდს, აქ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი შეიძლება იყოს თურქეთი, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზია, თურქეთს შორის გამავალი ტვირთები. ეს კი ჩვენი ტრანზიტის 17% არის. ამ ფონზე საქართველოს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, გაძლიერებისთვის გადამწყვეტი იქნება ინფრასტრუქტურის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომ ლოგისტიკური პროცესები იყოს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი. TBC კაპიტალი გპასუხობდით TBC კაპიტალის გამომწერებს. თუ გსურთ, რომ თქვენ შეკითხვასაც ვუპასუხოთ, გახდით ჩვენი გამომწერი და მოგწერეთ თქვენი შეკითხვა.